ჩემის სახელისებურში ლაშა არ არის. გამხიეს ცემა. შავსის სპონსორის დათო გაიგეთ. ორი დღე მკვდარი კატით თამაშობ. სადაც მეჯვარე ვიყავი, სიძე დამჭი. თეუზის პიტული გავიპარე. ბნელი 90-იანებია. ფული ჭირს, ყველგან ჭირს ფული. კლასი არ მაგრამ მე-3-4 კლასი ესე რა. ზაფხული იწყება, აი არ დადეგები რო გაქვს, ჩამოვდივარ. ხედავ რომ აი ესე რა, აი ესე. გდია $100 რა. აი ეს მიყურებს. აი თვალებში მიყო ბენჯამენია, ხო ზე თუ ვიღაცა. აი ესე მიყურებს თვალებში. ანუ $100 მაშინ გითხრა ეხა როგორც თან იმასაკში. ჯერ მაშინ რო ავიღოთ ინფლაციის ამბავში $1000-ია და იმასაკში მილიონია რა. რა თქმა უნდა. ჯერ სად გადაახურდავებ არიც თუ რაღაც, ანუ ვაფშე ვერ ხვდები მაგდენი რაღაცა თვალით არ. კონტრაბანდა გაქვს. ხო. ავიღე ეს $100, შეხარჯები ბატონი. წავედი, უფროსი მეგობრები მოვძებნე. უთხარი რომ რაღაცა ვიდებეთ გიგტყობოთ თქო და წილში გაგიყვანთ თქო. მე არავინ არ მომცემდა ალბათ ფულს რა, ჭკვიანი ბიჭი ვიყავი და გამომყვნენ, გადაახურდავეს, არ მახსოვს რაღაცა მივეცი. ძალიან ბევრი კამფეტები ვიყიდე, N რაოდენობით. პური ვიყი, რატოღაც სახში ისატანი, პური მეგონა, აი კაცობა თუ და N რაოდენობით პური ვიყიდე, 20 პარკი პურით თუ ადიხარ. სახში ავედი და ფულიც დავდე რა, სადღაც $30. მაგრამ მომეგონა რომ კაი საქმე გავაკეთე. ცუდი ბავშვი ვიყავი ხოლმე, არა მარტო მთელი ჩემი საძმაკაც რაღაცა ვიპარავდით, ტეხავდით ხოლმე რა, რიგით 90-იანი გარადოკელი ბავშვი ვიყავი და ვერაფრით ვერ დავაჯერე რომ ეს ფული არ იყო მოპარული ან რაღაცა გამხიეს ცემაში. ეს შენი პური წყალში ჩაიყარა. კონსტანტინე არსაკიძეობა. აი მართლა გეუბნები, სანამ აი მე რაღაცა მეგობრები არ ამოვიყვანე და არ თქვეს რომ მართლა ჩვენ გადავახურდებით, აი ესეთი საწყალი ისტორია. პერიოდის განმავლობაში გირთყავდნენ მეგობრები. სანამ შენი მეგობრები სანამ აი ეს ჩავედი ხმარტმაში ამოვედი. საინტერესო ისტორია. თურმე სადაუკარგია მამაჩემს ეს $100. ეხლა რომ ვიღაცა ესე გააკეთოს. მაგით არ გაგბინა შენ. მე საინტერესებს ზუსტად ეხა რა. აი თუ გამოჩნდა მე პატრონი მაგას $1-იანი. სულ აი ვიღაცა ეძებდა არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა ალბათ ეძებდა $100 ბინა რო დაკარგო იგივე არის, მაგრამ სიმართლე რო გითხრა, მე არავინ არ შემხვედრია, არც არავის რაღაცა ყურში არ მომსვლია, რომ თან გაბაზრდა რა, ეხა მე როს ძმაკაცებში რო თქვი. არავის არ მოუტანია რომ ბიჭო იცი რა. ხო, არა, ცოტა ეგეთ რაღაცა არ მახსოვს. მიდი. ბევრი პური ვიყიდე. რანდერსკი ნატურა რო ხედავდეთ. ბევრი პურის მეტი რა იყო. შენ ხა ძალიან გადაახვი. უყურე მე ვარ 88-იანი. შენ რა პერიოდსაც იხსენებ ეგარი? აი 17-18. არა, აი ტალონები და ამბავი ცოტა ის არის რა, მაგ დროს მე ხელით მატარებენ ეგასაკია. ჩემ ასაკში პური იშოვება, ფული არ იშოვება რომ დაითრიო ეს პური ხშირად, თორე ფული და პური და რაღაცები ესე არის რა. ეს ძალიან მომეწონა. გაგატანთ. ეს ნატურა აქვს. კი ბატონო, საინტერესოა. მე მგონია რომ შენც ნამეტანი ალალატყვები ამ ყველაფერს. მაგრამ თვალებს ვერ ხედავ ამას. სახიობია. წერები ზაალია. სახიობია შეიძლება ხმისტებმა მომატყუოს, მაგრამ ერთხელ მაინც მიოცნებია ასეთი რაღაცა ბავშვობაში, რომ აი ნეტა მეტი აი ხო შემოვიდა იმენი $100 არ არსებობდა. ბიჭო, მე მაგდროს $100-იანი ვის ქონდა? ერთი პატარკაცი შულს რო აი მოდი აი გავყვეთ რა. ბანკში იყო დაშლილა. $100-იანი გოგითოფაძეს რა. ეხა ბუდაპესტი პატარკაცული დადიოდა და გოგითოფაძე მაგას შორის არა, მოხოდილი უბანია, ძალიან მოხოდილი უბანია. მე აზრით იმას $100-იანი თაშენ და ბუდაპეშტის შეიძლება დაკარგა გივის სიხარულზე. არ ვღადავ, თორე ჩემ გვერდზე პადიასში იყო ხოლმე და ეგრე გადადიოდა ხოლმე. ბატონო გივი, თუ თქვენ დაკარგეთ. ძალიან ცუდი. პროცენტები გეგონათ გეტყვი დაგიბრუნებთ თქო, არა ბატონო გივი ხო იცი. რა რეაქცია ექნებოდა გივის რო დაკარგა? არ გივი მაგარი ჯიგარი იყო. თელი ბავშვი ხო იცი ეზოში სტადიონზე ნატურები და რაღაცები რო გინდა რა და ბავშვები ავდიოდით ხოლმე და ყველა კარებზე ვაკაკუნებდი აი 50 თეთრი 20 თეთრი ვის რა გაქვთ რომ მე სტადიონი განათებულიყო რა და გივისთან ასვლა მაგრად გვიყვარდა იმიტომ რომ ყოველთვის რა თქო გენაც კამფეტებს ხო გვაძლევს ცალკე შიშველთავს ხედავდი
კაი და აი კამფეტები 10 ლარი რაღაცა გვევასებოდა და ხანდახა პლავკებით გამოდიოდა ასწორებდა. კარგი. გავს ისტორია აქ დაახლოებით მამაჩემსაც მაგ პერიოდშია 100 დოლარი მეგონი ვიღაცა გაიარა და დაფანდა. ვიღაცა ფანტა. მე მგონია ეს ყველაფერი სიმართლე. იმიტომ რომ სიბნელე იყო და დაკარგვაც შეიძლებოდა ბევრი რაღაცის მაგ დროს რა. მორალური სიბნელეც იყო. მორალური ისე სიბნელეც იყო სხვათა შორის. სიცივეც ალბათ, კი, მაგრამ აი ბავშვობაში ეგეც სიცივე არ მახსენდება. აი შემოგეუბნა. მე სიმართლე. ზურა გითხარი ყველანაირი ანუ გოგი თოფაზე არ დაკარგავდა. გეტყვი რა მოგადი? მითხარი რა მომატყვა? $100. რამდენი იყო 20 ლარი? 50 ლარიანი. ეს იყო ლარები ახ არის შემოსული. მართლა, ანუ ისტორია არ არის ტყუილი. ფლას ტყუილი. ერთადერთი არ უცემი ვარ, მაგრამ დაეჭვნენ რომ საიდან და 50 ლარიანი იყო ახალი შემოსული რა. და აი მახსოვს რომ აი ეს შოკი რა რომ დავინახე 50 იგივე ეფექტი ქონდა. შეგეგონა დიდი სხვაობა იყო $100-ისა ჩემთვის იმას აქში არ ქონდა. ერთ-ერთი მოგატყუე ამბავი სიმართლეა, ორი დეტალი მოგატყუე. კუპიურა რაოდენობა კუპიურის და ის რომ არავის არ უცემია. ხო, აი კუპიურაზე არ შემიტანია ეჭვი, იმიტომ რომ უფროსებთან მივედიო, აი ანუ ეხა ეგ ისე ეგ არ არის, ეგ ყველაფერი უფროსებთან მივედი 10 ლარი ვაჩუკე. ხო, არა 10 ლარი ვაჩუკე რომ გამომყევით მეთქი რა ამ ხელაფულით მაღაზიაში შესვლა ხო არ გადაო. ამ ხელაფულით, ანუ ეხლა რომ მომცე 10 ჩემოდანი ფული და მაღაზიაში შემიშვა რა. ისეთ მაღაზიაში რომ შეიძლება დაქტონ კიდევაც გაგებო. ხო გადაიღებ მესამე და მეოთხე სეზონსაც რომ მოგცე. აუ ის ფული დარჩენილი მექნებოდა და კიდე გადავიღებდი 1000 რაღაცას. გამარჯობა პირველ რიგში. მოგესალმებით. ჩემი ისტორია არის ესეთი. მე ჩემი არ არის და მიხვდები რაღაც. ხო. ჩემი მეგობარი ორი დღე მკვდარი კატით თამაშობდა. ვიცი რა შენ შავი ჰუმორი გიყვარს და ესეთი ისტორია შემოგთავაზე. დეტალები მკითხე და გეტყვი. მკვდარი კატი. კლასობადად მკვდარი კატი თუ თამაშს ერქვა რამე მკვდარი კატი. ნახე რასაც გეუბნები არის სრული. როგორც მესმის ის არის. პირდაპირ გაიგე. იცოდა რომ მკვდარი იყო. არა. საწყალი როგორ ვერ შეატყო რომ მიძინებული ეგონა? აი მაგ დეტალებს ახლა რომ მკითხავ გეტყვი. всё. მირჩენია რომ შენით მიხვიდე, ან არ მიხვიდე. ვაა, უცნაურია. უყურე, ალბათობები რომ დავუშვათ რა. დავუშვათ. ძალიან პატარა უნდა იყო რომ მკვდარი კატა ვერ განსხო არა მკვდარი კატისგან. ერთი. ასაც ჩემს ძლია გითხრა მოგეშობ. 3 წლის. ჩაიმა. ხოდი შეს 9 სიკვდილი გავდა. 3 წლის ბავშვი რომ მკვდარი ცხოველი თამაშობს. მშობლებმა 2 დღის მანძილზე რატო ვერ შენიშნეს გაფიცე? ეხლა ჩემი შვილი არის მაგხელი. ჩემი შვილი რომ მკვდარი კატი თამაშობს 2 დღე. დაჟე 2 დღე კი არა, 4 წუთიც რო ითამაშოს. ხო ვეტყვი, შენ რაღაცა არ მოძრაობს. ხომსა ტყუილს გეუბნები. არის, ალბათობა არის მაგაში. ალბათობა არის მაგაში. ეგეთი ამბები ხანდახან სიმართლეა ხოლმე. ხანდახან. ვაი და დღეს ის დღე არის, როდესაც ის ხანდახანი არის. მშობლები ვიკითხე და ვერ შეამჩნიე ეს? შეამჩნია ყველა, უბრალოდ ვერ უთხრეს, რომ ხორცული გარკვეულწილად შოკი ექნებოდა ბავშვისთვისაც, იმიტომ რომ 3 წლის ბავშვმა ფენომენი სიკვდილის რამდენად შეიძლება გაიაზროს ცოტა ეჭვი. დაფუჭდა უნდა გიყვა. ანუ ჩემთან ჩემთვის ყველაფერი არის შუქი წავიდა რა. აბსოლუტურად ყველაფერი მართლდება, მაგრამ შუქი წავიდა და ანუ მან შუქი წავიდა ეგრე. წავიდა, ნუ Wi-Fi რო ითიშა. ან კატაში შუქი წავიდა ეგრევე თქოდი სიტყვაზე მე. რა დაიცვალა რასტარო კითხავს? იცი რა, ხო, მკვდარსაც გააჩნია, ხო? ანუ მკვდარი შეიძლება იყოს აი სიტყვის შუაზე გაჭრილი, ორი კატა ყავს. ერთი ყავ და ორი. ორი და თუ კიდევ სტრაფი ხარ. როგორ იყო კატა მკვდარი, სწორი შეკითხვა. შანდალი დაარტყა თვითონ ამბავს. შანდალი დაარტყა. ბოს იდეს რომ დავაჭერინებთ ხო ამბავს ანუ. მე მგონი ხანდაზმულობაა გასული. წესით საკონტროლო გასულა თუ განახორციელა. საკუთარი კატა იყო სახლის. ორჯერ გულში ერთად დავშკოდი. ეგეც. ვაჰ, ბიჭო. პროფესიონალი ყოფილი. ძალიან დიდი ალბათობაა რომ სიმართლეც იყოს მართლა. შენ რო ამბობ რა, ტყუილია, ალალად ვამბობ რომ ტყუილია. რო აღმოჩნდეს რომ ესა რა ქვია სიმართლეა, შენ მოიგე ამით? მოგება წაიღება პროსტა ეს არის ფანი გამოც, მაგრამ მაშინ სიმართლე. ლაშა გელაშვილი მაგალითად, ლაშა გელაშვილი. ლაშა გელაშვილი არის აფერისტი. არის. მაგი ალალი ილუზიონისტი არ არის. ალალი. აი ლაშა ალალი ილუზიონისტი ასე 4 თვის რო წაიღებს 4 საბუნებს. ეგ ტეხავს ერთის არა, ლაშა არ არის მაგალითი ჩემთვის ამ ასპექტში. უყურე. ხოდა მაგალითად ლაშა გელაშვილი მოვატყუ ესეთი რაღაცით, რომ ბავშვი შენით ვაშინებდით თქო. ჭამეთ რომ ლაშა გელაშვილი მოვატყო და დაიჯერა, იმიტომ რომ მეც ეგეთი ისტორია. ხო, რა და ლაშა გელაშვილი მოვატყო. და თვითონ და დაიჯერა? კი, და წააგო.
ლაშა განდიდების მანია გაქვს ხო? შენ და გუდიანი ერთ ლეველზე გონია შენ თა არა ბრაზა შენ კაი პერსონაჟი ხარ დადებითი. აგერა თქვი ძმაო რა. არა სიმართლე მგონია. ატომღაც გონია სიმართლე. კი დებილი ისტორიაა. მაგრამ რაღაცა სიმართლე. აი გაინტერესებს ისტორია მთლიანი. დავай მოკლედ. მოკლედ, ჩემი მეგობარი ანა ხაჩიძე, ნებართვა მაქვს აღებული გუშინავები. და კატა მიუყვანეს რა. ხო. და უნდა და რომ კატასთან ერთად ეთამაშა, უნდა ეს კატა არ უჩერდებოდა რა, ნუ წყლანი. და გააჩერდა. მარტა თვითონ მომიყვა ასე voice message-იც მაქვს თუ რამეა გუშინ მოვაყოლენ მთლიანად რომ დეტა. ანუ არ მიჩერდებოდაო რა, მინდოდაო ჩემთან ერთად დაეძინაო, არ ჩერდებოდაო რა. და ნერვი მომეშალა და შანდალი ჩავარტყიო რა. ხურა ჟუტკი. ხო და იმის მე რომ ანუ იმდენად მიყვარდაო ეს კატა და რაღაცა ვერ მითხრესო რომ ანუ ის არისო რა ანუ ვერ ანუ იმისთან ერთად დავდიოდიო. ბიჭო. ვაპატიოთ. ამ ერთხელ ბავშვი იყო ვაპატიოთ. ვახ, მაგრამ ისტორია ძალიან კაი ისტორია. შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. მოკლედ, დავიწყოთ. აი აქ არის პასუხი. სიმართლეა თუ არა? და ხოლმე გეტყვი მოცემულობას. ქორწილში, სადაც მეჯვარე ვიყავი, სიძე დამრჩა. და დაგჭა და აი კონკრეტულად რო ახსნა, უნდა გაგევლო და ვერ გაუვარე. არა, გაუვარე, ჩემს მანქანაში იჯდა. და რაღაც მომენტში გადავიდა და დავტოვე და წავედი ძალიან დიდი ხანი, ძალიან შორს და მარტო იყავით შენ და შენი სიძე თუ სხვებთან? ჩემი სიძე არ იყო მეჯვარე ვიყავ. ჩაურო, შენ სიძეზე უკვე შეა თქვა. მარტო არ ყოფილვართ, მე ვიყავი და მძღოლი იყო და უკან ნამჯდარი იყო სიძე და მაგ შემთხვევაში აღარ აღმოჩნდა იქ. გასაგები ერთი კითხვა მაქვს. რა დაახლოებით შეგიძლია მითხრა, აი რა მანძილით გაცდი ამ სიძეს? ალბათ 1-7-8 კილომეტრი. კი, რატო გადმოვიდა ეს სიძე? რაღაცეები აიღო. აი რა აიღო? ტანსაცმელი პირობითად, რომელიც უნდა მიეცა დედოფლისთვის. მიეწოდებინა რაღაცა ნივთი. და კარი რომ მოხურა, მეგონა რომ იჯდა და წავედით. ჩვენ რომ საუბრობდით გზაში, რაღაცა მომენტებში კი უნდა ჩართულიყო ისიც უკნიდან, მაგრამ ვიფიქრეთ რომ რაღაცა მოწყენილია ადამიანი ნერვიულობს რაღაცა და უკნიდან ჩართები არ იყო. ერთი კითხვა მაქვს. ეს სიძე ტანსაცმელი რომ დააიღო. დაახლოებით ამ ტანსაცმლის აღებას რა დრო დასჭირდებოდა შენი აზრით? ალბათ 10 წამი. 10 წამი. და არ რეკავდა შენთან? ნახევარი საათის მერე დაგვირეკა. და მანამდე რა საკეთებდა? არ ვიცი, წარმოგიდგენთ არ მაქვს, მაგრამ რომ დარეკა, გამიკვირდა მეთქი რატომ ირეკავს ხო და გავხედე უკან და არ იყო. აქ სასაცილო ერთადერთი რაც მეჩვენება, ანუ ჩემს არ არის ხა ეგ არ არის რეალური რომ შეიძლება სიძე დაგჭირს. უბრალოდ რატომაც მგონია რომ ტყუილია, ჩემს ნახევარებსაც ჩავთავდი რა, ანუ ერთადერთი რატომაც ვაფიქრებს რომ ტყუილია, თუ 10 წამი გჭირდება, ნახევარი საათი რას უნდა დაეღო, რატო არ უნდა დაგირეკოს შენი აზრით? მე მგონია რომ ეგ გადავიდა ნახევარი საათი ხორცილია და აი ნახევარი სადღაცას მიდიხარ და ნახევარი საათი დაკარგე იმაში გარდა მაგისა მე ერთი არგუმენტი მაქვს თუ 10 წამი ჭირდება ძალიან მარტივად შეიძლება ჩაწიო ფანჯარა გადაყო ხელი აიღო და საჭიროა კითხვა რა გაგინა რო დარეკა ძალიან ბევრი რამე ოღონდ საძმაკაცოს პარგლებში რომ ყოფილიყო აქ ის ამბავი რომ აი მაგალითად გავცდით და მალევე დარეკა 10 წუთი სჭირდებოდა ამ რაღაცა აი მაშინ დავიჯერებდი რა მაგრამ ჩემთვის უბრალოდ დაუჯერებელია რომ თუ 10 წამი საქმეა ნახევარი საათი იმ ნივთების აღება იყო 10 წამის საქმე. ხო, რო გამოვიდა, რომ არ დაგხვდა წესი და რიგით მარტივი მოქმედება უნდა დარეკო. და თუ არ დარეკავ, ნახევარი საათი მგონი არა რეალური, ამიტომ ამის გამო დავაფიქსებ მე ტყუილს და თქვენც თუ დამეთანხმებით, რა ვიცი თუ არა მე ის მომწონს რომ შენ სიძესო მეორეჯერ გაუმეორე და იმან გაატარა, მაგრამ მე ახლოს ვარ და მესმის და სიამოვნებს ორჯერ გავა. მართლა გონია? თუ ეს სიმართლეა, მე აუცილებლად შენ სიძეს მივმართავ და ისე შენ სიძეს ეძახის. კომენტარებში აგვიხსნას, ძალიან გთხოვ, მაგ ადამიანს გთხოვ, რომ კომენტარებში აგვიხსნას, რატომ იდგა ნახევარი საათი და რატომ არ რეკავდა ჩვენს ბატონთან რა. მოდი აბა გახსენ. ნახე. ტყუილი. ეს არის
სიმართლე. წარე სიმართლე. ამიტომ ველოდები ძალიან დიდ კომენტარს. თუ გინდა მეგეთყვი რატო იყო იქ. ნუ შეიტანა რაღაცა ნივთები რომ მიაწოდა, მე შემორჩა ცოტა ხანი და ლაპარაკში გაერთო რა, ეგ იყო და მე ჩვენ ძალიან შორს ვიყავით უკვე წასულები. ავეძიები. მე შენ კითხე რომ ეს ადამიანი რო გამოვიდა 10 წამი და რო ვერ დაგინახათ რა ქნა მეთქი და არა, შენ მითხარი რა. რატო ვერ დაგიეკათ? კითხვა დასვი ესეთი. რამდენი ხანი დაჭირდებოდა ნივთების აღებასო? მე გითხარი რომ დაახლოებით 10 წამი თქვა. მე ნახევარ საათი რასაკეთებდაო, ეგეც კითხა. კითხე. კი. მოიც კითხვაში ავირი. წარმოდგენა არ მაქვს რასაკეთებდაო, ეგ უპასუხი გიორგი. Shame on you. არა, კითხვაში არავე. რა კითხვაც დამისვა იმაზე უპასუხე მგონია. არა, მივიდა. რა კითხვას დაგისვა იმაზე უპასუხე, მაგრამ მოატყუე გიორგი. ამიტომ არ პილებია. და მანამდე რასაკეთებდა? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეცადე რომ სიმართლე მე. ეს სოლები და მე არ ჩავთვლი რა ეს არა. არ მომიტყუებია ხა. ბათილი არის ჩემი აზრით. ამბობდა კაცი რომ დავიწყო ზურათი. აა, ჩემი. ძერ ხო, სიცოცხლის მეძახეს. ახლა ტყუილიო. ჩემი სახელის ნამდვილში ლაშა არ არის. და მე მქვია ლაშა გიორგი. მათ შორის პირადობაში მიწერია ლაშა გიორგი. რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს. და ბავშვობაში ჩვეულებრივ ამ სახელით მომართავენ რა. მაგრამ რაღაც მომენტში სკოლის პერიოდში უფრო გახდა ჩემთვის შემაწუხებელი, იმიტომ რომ თქვა ესე ბულინგს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცოტა ცინიკური კომენტარები იყო ხოლმე უფრო ახალგაცნობილებში ასე შემდგომ და ამ ფაქტმა იმდენად შემაწუხა, რომ გადავწყვიტე რომ რომელიღაც სახელი უნდა ამერჩია. ჩემს კლასში 4 გიორგი იყო. და ერთი ლაშა იყო. ამ ლაშასთან, ასე ვთქვათ, ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა. გადავწყვიტე რომ ლაშა ყოფილიყო ჩემი სახელი და პირადობაში სამწუხაროდ ვერ შევცვალე, მაგრამ მას შემდეგ ყველასთან მქონდა ნათქვამი, რომ ლაშა უნდა დაეძახათ ჩემთვის. დღესაც კი ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის დედა ჩემი, მამა ჩემი, რაღაც ლაშა გიორგის მეძახია, მაგრამ ფართო აუდიტორიამ გამიცნო როგორც ლაშა გიორგი. ებულება რესტრა ლაშა გიორგი ქვია. პირადობაში მიწერია ლაშა გიორგი გელაშვილი. პირადობაში შეიძლება გეწეროს, მაგრამ პირადობაში. ეგ ნამდვილი პირადობაა? არა, რა თქმა უნდა, ნამდვილი პირადობა, რას ნიშნავს? ტყუილი პირადობა როგორ მოვიტანო? ილუზიონისტმა. დავამზადე ხა მე. ილუზიონისტმა. იუსტიციის სახში წავედი. რომელიც ეგან ბავშვაკრობდა? ილუზიონისტმა. ტელეფონი რო აღარ მაქვს უკვე გაიხანია ჯიბეში. ერთი ბულინგი რო გაიხსენა ლაშა გიორგის. აი მაგალითად იყო ესეთი მომენტი, რომ თიძახდნენ ლაშა გიორგი და მე რომ მოვიხდე, არა შენ აგეძახდი, ლაშას უძახდი გიორგი და ეს რაღაცებს ამბობდნენ ხოლმე ძირითადად. ლაშა და გიორგი. დისკომფორტი იყო იყო ბულინგი? არა, შენ ნახე. ვარანცოზე წამოდი გადავიდე. არა, ერთად წამს ნახე, მე არ მithქვამს რომ ბულინგი იყო. აქედან ჩემ კლასელებთ მოკითხვა კი ბატონო. არ მაბულინგებდნენ. მე მაქერთლებ რა ლაშა გელაშვილს ორი სახელი არ ჭირდება. ამიტომ აქა ტყუილი ზო. არა, ზო. მე სიმართლე მოდი, მგონია. მოდი, მაგთან ახო ასარა ეს ნახო. პირადობას სიმართლე მგონია მე, სიმართლე მგონია. სიმართლე გონია? კი. მე ყოი მანე ის. მართვის მოწმობა შევამოწმე. შეგადახებ. ელი დავარ. ხო რა წელი. ჩავიხლით რა თქვი? ტყუილი მგონი. არ ჩვენე. აბა გისმენ ჰიტ. აი კონტენტი. შემითხარ. ქართულ YouTube-ზე არსებობს ორი YouTuber-ი, რომელმაც იმდენად შორს შეტობა, რომ თავისი სპონსორის სტატუ გაიგეთა. მე მაქვს ლივერპულის სტატმა, ლივერპული ჩვენი სპონსორი არ არის ხოლმე. არა და კაი იქნებოდა. ვიდი, ვინებს აქვს ეგ სტატუ რომ ითხრა. მაგას ვერ გეტყვი. რამდენად რეალისტურია. ჩემი აზრით რეალისტურია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ ქართული იუთუბერები, რომ არ მიკვირს რაღაცეებს. რაღა დაგიმალო და ერთ-ერთი ვიცი. ერთი რო არის ზუსტად ვიცი და მეორესაც დავუშვებ მაშინ. მეორესაც დავუშვებ, იმიტომ კაკოს რა განაკონდოს. ერთი უნდა იყოს საეჭო კაცი, როგორც ვიცი. კი, ერთი. ერთი საეჭო კაცი. დღემდე იუთუბერია ის მეორე? კი, რავი. წარმატებული იუთუბერი. 100,000-ზე მეტი გამომწერი ყავს? კი. ე უჩვენ ყავდეს ახლა. აუ გი. ერთს მე ვკითხავ რა. მიდი. ის სპონსორი კიდე ყავს. კაი კითხვა. იმ მეორეს კი. ის კომპანია დაიშალა. აი, ანუ საეჭო კაცს არა და რომელიც მეორეს. ჩემი აზრით ეს არის სიმართლე. ტყუილი აბარგეძე სიმართლე. ტყუილი. ესე არის წერება ტყუილი, დონ ეს არის სიმართლე. დეტექტივმა გამოიცნო ყოჩახ. მოგვიყევი ვინებს ვის აქვს სტატუ თუ შეიძლება. ერთი საეჭო კაცი გასაგებია. ერთი საჭოკაცია და ერთი პატო.
ბატონო. მოიცა იმ მილანის ფეხბურთელს დათუა აქ. მე თბილისში ერთ-ერთი რესტორნიდან თევზის პიტული მოვიპარე და დამაბრუნებელს. ნემოსი. თევზი შეიძლება იყოს ხამცაც და ზვიგენიც თუ ალბათ. თევზი რო იბერება, ეგ თევზი მართლა მადლობა რომ ვიგაკეთე ვარქი თორე ვიღლები. ფუგას ვერ მოიპარავდი, ეგ ძალიან შხამიანი. პიტული. გაბერილი არ მოუპარია. გამომშალი. რო შეიძლება მაგას შხამი არ გადის. ნუ მაშინ მაგრა გაურისკეს. ელთათმანები თუ ძალიან სხვა დასპირტული ვიყავი და და რატომ მოიპარე? განსხვავებულად იყო, კაი, 3 ლიტრა ჩადიოდა, შეიძლება მაგდენიც არა, მაგრამ ნუ დიდი. კამიდი ამე აგებო. იმიტომ აი ჩვენ წინა გადაცემას თუ უყურე. მან მიხვდები რომ ვარიაციები მიყვარს რა. ხა როგორი განსხვავებული ხარ დაჩუტული არის აი სტუმარი. ეს ბერა. თავიდან მითხარი რომ მომყიდეთ, თუ არ მომყიდეს. ფეხბურთი არის. მე მაჩუქეთ თქო, არ მომყიდეს. სად იდო ამ რესტორანში? ხელმისაწვდომ ადგილას იდო, გასასვლელთან ახლოს, სხვათა შორის. თქვა ის ხუმრობა ზურა. იდი. მე რე ეცხეთ გაიხარე არა როგორ დავოიტანეთ არის ხო კაი მაგრამ გამიჭირდა. მოდი ამჯერა შენი ამჯერა? თავისუფალი ხარ. აბა ვანახოთ მაყურებელს. მე მჯერა. მე ისე მჯერა, ყველაფერი მჯერა. ეს მაგარი ისიქნები მიაბიტი. რანაირი ისტორია იყო ეს ჯობდა წყვილი ყოფილი. ევრს მოისმენ მაგდარის ახლა მოვყვევი ჩვენ მაყურებელს დაბადების დღეზე. ხო და ლუძეს ვამდრენ მე ინტერვიუზე. დაბადების დღეზე ვიყავი ჩვენი მეგობრის და ძალიან მომეწონა როგორც თუ ახლა ჯერ მომყიდეთ თქო, მე მაჩუქეთ თქო, არც ერთი არ შეიბერტყეს კურინტო მენეჯერი არ იყო და ცოტა რომ შევთვედა სითავე მომატა აუდექი და გამოსვლისას ხელს გამოვაყოლე. სადღაც უკვე 4 ქუჩა მქონდა განმოკვეთილი, დაბლა, განსხვავებულად გინდოდა ეს ამბავი. მართლა განსხვავებულად მინდოდა რა. თევზის პიტული გინდოდა განსხვავებულად, აშკარად არ გისმენთ. კი ბატონო. ბატონო, რასაც ვერ ხვდები. მირეკას ჩემი მეგობარი აქ. ზურა, ამოუტანე ამა თორე რეკავენ პოლიციაში. მეთქი მე მან და რა მოვა. აი, ჩამოვალ ამოგაკითხავ და ამოყანა ჩვენმა ბასიმ მოკითხვა აქედან. ციხეში არ ვზევარ, დასამართები არ ვარ იმის გამო რომ ბასიმ მაშინ იყო ჩახო. ვიღაცა რო გეუბნებოდა მთელი ისტორია ზურამას ვერ გავიტანთ ზურა. ნუ იქ ზურა დაკავე, ზურა მოგდევენო არ გახსოვს ხო? ქუჩა ქონდა გადამოწმული. არა, იდომოს. აუ, ეს სიკეთი. ეს ავარცხეს აგდებდი და მთელი ამდენი ქონდა რომ